ეკონომიკურ ისტორიაში არსებობს რიცხვები, რომლებიც მხოლოდ სტატისტიკა არ არის, გარკვეული ეპოქის დასასრულის სიმბოლოა. $47 და 50 ცენტი, სწორედ ეს ნიშნული დააფიქსირა ნავთობის ფასმა 2008 წლის იმცხელ ივლისში, როდესაც მსოფლიო გლობალური ფინანსური კრიზისის ზღურბლზე იდგა. ეს რეკორდული ნახტომი არ ყოფილა შემთხვევითი აფეთქება, ის მომწიფდა იმ გიგანტური მოთხოვნის ფონზე, რომელიც აზიური ეკონომიკების, განსაკუთრებით ჩინეთის დაუოკებელმა მადამ წარმოშვა. იმ პერიოდში მიმწოდებლები უბრალოდ ვერ ეწეოდნენ მოხმარების ტემპს, რასაც დაემატა სუსტი დოლარი და ინვესტორების მცდელობა თავიანთი კაპიტალი ნედლეულში დაებანდებინათ. ეს იყო ეპოქა, როდესაც ნავთობი შავ ოქროდ კი არა პლანეტის მთავარ და უალტერნატივო მამოძრავებელ ძალად აღიქმებოდა. თუმცა მას შემდეგ თითქმის 20 წლეული გავიდა და ენერგეტიკული ლანდშაფტი ფუნდამენტურად შეიცვალა. დღეს 2026 წელს ჩვენ უკვე სხვა რეალობაში ვცხოვრობთ, სადაც ენერგოეფექტურობამ და განახლებადმა წყაროებმა ნავთობის მონოპოლიური გავლენა შეასუსტა. მიუხედავად ამისა, ცხადია, ნავთობი კვლავ რჩება გეოპოლიტიკური იარაღის ყველაზე მგზნობიარე წერტილად. თუ 2008 წელს ფას ეკონომიკური ზრდა და სპეკულაციები ზრდიდა, დღეს მთავარი მამოძრავებელი ფაქტორი შიში და მიწოდების ჯაჭვების შეწყვეტა. ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიო ეკონომიკა უფრო მოქნილი გახდა, მაგრამ ის მაინც ვერ უძლებს რადიკალურ შოკებს, რომლებსაც პოლიტიკური რუკის გადათამაშება იწვევს. დღევანდელი ვითარება ირანში და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებები პირდაპირ დაარტყმას საყენებს ნავთობის ბაზრის ნერვულ სისტემას, როდესაც კონფლიქტი ისეთ მოთამაშეს ეხება, რომელიც ჰორმუზის სრუტეს საკონტროლებს გზას, სადაც მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადის. სცენარები საკმაოდ დრამატული ხდება, ოპტიმისტური სცენარით ბაზარი ინარჩუნებს ბალანსს ამერიკული და ბრაზილიური მოპოვების ხარჯზე, რაც ფას $90-100 ფარგლებში აკავებს, თუმცა თუ კონფლიქტი პირდაპირ შეეხება ნავთობის ინფრასტრუქტურას ან გადაიკეტება საზღვაო გზები, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ 2008 წლის რეკორდის დამხობა და ფასის ასვლა $160-180-მდეც კი. ეს აღარ იქნება მხოლოდ ფასის ზრდა ბენზინგასამართ სადგურებზე, ეს იქნება გლობალური ინფლაციის ახალი ტალღა, რომელიც აიძულებს ცენტრალურ ბანკებს, მათ შორის კიდევ უფრო გაამკაცრონ მონეტარული პოლიტიკა, რაც საბოლოოდ ეკონომიკური აქტივობის შენელებას გამოიწვევს.